ეს სამი პოეტი პირველ რიგში ჩემი გემოვნებით შეირჩათ. ეს იწყება კარლო კაჭარავათი და ამოელის გაგრძელება და ამოელის მონაწილეები არიან შოთა იათაშვილი და დათო ჩიხლაძეც. მე მიმაჩნია, რომ ქართული ვერლიბრის აკადემიურ კულტურაში ლეგიტიმაციის თვის ძალიან ბევრი გააკეთა ამ სამმა ავტორმა. ეს სამი პოეტი მაინც განსაკუთრებულია ჩემთვის თავისი განსხვავებული ხელწერით და სამყაროსადმი აღქმით. ფაქტურად ეს ერთი ველია, სამი განსხვავებული, მაგრამ მონათესავე ხმით. იმ ეპოქის სული ყველაზე კარგად ჩემი აზრით ამ ავტორებში იკითხება. 80-იანებიდან, როდესაც გაჩნდა ეროვნული ნაციონალიზმის ახალი სახე, ამ დროს პოეზიაც მონათესავე იყო ამ სულის კვეთების, მაგრამ პარალელურად არსებობდა ძალიან მაღალი ხარისხის პოეზია, რომელმაც ცოტა მოგვიანებით დაიმკვიდრა თავი დიდ კულტურაში, ანუ მას რაღაცა გზის გავლა დაჭირდა. ეს იყო მაშინ კულტურული კონფლიქტები თუნდაც თაობათა შორის და არა მხოლოდ მაშინ საზოგადოებაც არაერთგვაროვნად იღებდა ამ ხალხის შემოქმედებას, რადგან ეს იყო თვისობრივად სრულიად ახალი ფორმების ძიების და მოპოვების ცდელობა. და ამ ფორმებმა საბოლოოდ მაინც დაიმკვიდრა თავი ქართულ პოეზიაში. საჯარო სივრცე ძირითადად დაკავებულია ბილბორდებს, სადაც რეკლამა გადის სხვადასხვა სახის და შინაარსის. საჯარო ხელოვნების იდეა და ფუნქცია სწორედ გულისხმობს იმას, რომ დროებით მაინც მოხდეს ამის ჩანაცვლება. და მეტრო იმის გამო, რომ ყველაზე ხალხმრავალი ადგილია და მოსახლეობის უმრავლესობა ამ ტრანსპორტით სარგებლობს, ამისთვის იყო იდეალური გარემო. მით უმეტეს, როდესაც ვაგონში არსებობს რეკლამის განთავსების მრავალწლიანი პრაქტიკა, ამ ადგილს დროებით პოეზია იკავებს და ეს პოეზია ამ ხალხისთვის იმით არის მნიშვნელოვანი, რომ თუნდაც ყოველდღიური რუტინასთან გასამკლავებლად მათი ყურადღება შეიძლება ამ ლექსმა სხვა მიმართულებით გარდაქმნას. ჩემთვის ასიხარულო იყო მასში მონაწილეობა ეკოდეისაძის ძალიან კარგი პროექტია. თვითონ ეს მეტრო ორმაგად ანდერგრაუნდია თბილისში და ანდერგრაუნდი იმ გაგებით რომ არა რაღაც რევოლუციური და რაღაც აჯანყების, არამედ შეიძლება ითქვას რევოლუციური ესთეტიკის კუთხით, ან ეს ხელოვნების მიმართულებით და აი თბილისის მეტრო თვითონ აკრძალული იყო მისი გაკეთება, ხო არალეგალურად არის გაკეთებული. ხრუშოვის დროს არ იყო ნებადართული რომ გაკეთებული იყო და გენერალ-მაიორმა ივანე შაიშმელაშვილმა და ინჟინერმა ვიქტორ გოცილიძემ გააკეთეს ფაქტურად როგორც ბომბებისგან თავშესაფრების მშენებლობის ეგიდით, ასე ვთქვათ, ბიუჯეტი აქედან იყო წამოღებული. ანუ გამოდის რომ თვითონ მეტრო ანდერგრაუნდი კიდე ანდერგრაუნდი იყო და ეს პოეზია რომელიც წარმოადგენელია ესეც იმ პერიოდში წარმოადგენდა ანდერგრაუნდს, ანუ რაღაც ოფიციალური ღირებულებებისგან განსხვავებული სხვა სტანდარტებზე აგებული მიმართულება იყო. ეს პროექტი უნიკალურია, მეტროს პროექტი და თვითონ საჯარო ხელოვნების იდეა, რომელიც საჯარო სივრცეებში ხელოვნების ნიმუშების შეტანაში და ესეთი უნებლია წარდგენის პუბლიკისადმი ძალიან ლამაზი და საჭირო და მომხიბლავი იდეა. შეიძლება ითქვას, რომ მეტროში არის ისეთი ადგილი, სადაც ჩემთვის ძალიან მედიტაციური ადგილია რა, ხალხი ერთმანეთს პირისპირ ზის და აბსოლუტურად არ წუხდებიან. აი პირდაპირ როგორც ძენ-ბუდისტურ რაღაც მედიტაციაში ერთმანეთს ეს ორი ადამიანი ზის ერთმანეთს პირისპირ და აბსოლუტურად აურა არ ირღვევა საერთოდ, რაც შეიძლება სხვა ტრანსპორტში არ განხორციელდეს, ან სხვა სივრცეში არ განხორციელდეს და აი მეტროს აქ რაღაცა ქვეცნობიერი მდგომარეობის ესეთი აურის და იქ პოეზიის შეტანა ზუსტი ადგილია, იმიტომ რომ პოეზიაც ეგ არის. პოეზიაც იმ წყაროდან მოდის, აი იმ სიჩუმიდან მოდის, რომელიც ხმაურში ხშირად დაკარგულია და გვავიწყდება. 90-იანი წლების პოეზია, შეიძლება ცოტა ადრეც იწყება 80-იანების ბოლო, აი ესეთი ექსპერიმენტები, როდესაც განხორციელდა, ვთქვათ, იგივე ნინო დარბაისელის ძალიან საინტერესო პუბლიკაცია იყო ლიტერატურულ საქართველოში ყველაზე ოფიციალური ლიტერატურული ორგანო
და იქ ქონდა ესე იგი თავის ლექსი, მერე ქონდა წყარებული, როგორც თარგმანისთვის გამზადებული წყარებული ტექსტი იქვე. და რეფლექსია, კრიტიკული სტატია თავისივე ლექსზე. ესეთი პრეცედენტი ძალიან ესეთი სტრუქტურალისტური ექსპერიმენტი აი ოფიციალურ რაღაცაში ნამდვილად იშვიათი იყო და აი ესეთი რაღაცებით დაიწყო, სხვა კარლო კაჭარავას თქვა, ქონდა უფრო ესეთი სოციალური რომანტიკის, ესეთი ხალხის რაღაცა ესეთი და დაკარგული ხალხის რაღაც რომანტიკის ესეთი მიმართულება უფრო დებდა რაღაც ნეოექსპრესიონისტულ ან კინემატოგრაფიულ ან შეიძლება რაღაც პროზაულ შინაარსაც კი იქ ბარბაქაძეს ჰქონდა ძალიან დათო ბარბაქაძეს ძალიან სტრუქტურალისტური ნიმუშები. მეორე მხრივ იყო ვთქვათ რეაქტიული კლუბი, რომელიც ასე მას შემოიტანეს მუსიკალური წარდგენა ირაკლი ჩარკვიანმა. ესეთი თავისი პოეზიის ამ ფორმის წარდგენა ჰქონდა. დღეს ამ ტრადიციის გამგზავრებელია ერეკლ დეისაძე და ზურა ჯიშკარიანი. და საინტერესო მიმართულება, კოტეს ჰქონდა კიდე ესეთი ლაკონური მინიმალისტური ფორმებით, ისიც ფაქტობრივად სასცენო გამოსვლისთვის იყო განსაზღვრული. ესეთი ყველაზე კაბინეტური და ესეთი მიმართულება ფილოსოფიური დათო ბარბაქაძეს გააჩნდა. იქ იყო შოთა იათაშვილი, გიორგი ბუნდოვანი, ზურა რთველიაშვილი. ზურა რთველიაშვილის ძალიან საინტერესო ფენომენი იყო. მას თავის ძიება ჰქონდა, აი ბოლოს მაგალითად მთლიანად მიტინგის ფორმაში გადაიყვანა თავისი პოეზიის წარდგენა. მთლიანად მისცა, მიტინგებზე მართლაც გამოდიოდა, ლექს კითხულობდა იქ. თან ლექს კითხულობდა რაღაც აბსტრაქტულ დადაისტურს და ეს ხალხისთვის გასაგები იყო რატომღაც. ხო, მან შეძლო, რომ ეს ორი ენა დაეკავშირებინა ერთმანეთთან, ეს მასობრივი, ჩვეულებრივი ინფორმატიული ენა და სრულიად აბსტრაგირებული პოეტური ენა. და ამას მიტინგის ფორმაში აქცევდა, სადაც შეიძლება 50,000 კაცი ესწრებოდა ამ მიტინგს. მასაც ჰქონდა მე როგორც ირაკლი ჩარკვიანს მუსიკალური ფორმის წარდგენა. ესე რომ ჩამოვთვალოთ ახლა 90-იანებში ძალიან ბევრი ექსპერიმენტი იყო, ბევრი რაღაც ხდებოდა. მონაწილეები, ეს ძირითადი მონაწილეები მაინც ესენი იყვნენ, ვინც ახლა ჩამოვთვალე. იქ წინაპირობები იყო, რა თქმა უნდა, 80-იანების ბოლოს, როგორც ვთქვი, ნინო დარბაისელის, დავილა ბედიანიძის ჰქონდა ძალიან საინტერესო დიდი ესეთი პუბლიცისტური ტიპის პოეზია, რომელიც გაზეთის ხანდახან 2-3 გვერდზე იყო ეს პოემა დაბეჭდილი. ესეც ძალიან უნიკალური ფორმა იყო. ფაქტობრივად სტატიის ფორმატში იყო მისი პოეზია მოცემული. ხო, ეს რაღაც წინაპირობები რა თქმა უნდა გააჩნდა. ახლა აღარ ვლაპარაკობ ლიასტურვა და ბესიკ ხარნაული უფრო წინა პერიოდია, ასე ვთქვათ. კარლო კაჭარავას პოეზიის გამოჩენა მეტროს სივრცეში უაღრესად საინტერესო პროექტია. ეს არის არაჩვეულებრივი კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი და ურბანული ინიციატივა, რომელიც ხელს უწყობს კარლო კაჭარავას ცნობადობის ამაღლებას და ხელს უწყობს იმას, რომ ფართო საზოგადოებამ უკეთ გაიცნოს ამ არაჩვეულებრივი პოეტის შემოქმედება. გარდა ამისა, თბილისში გაჩნდა უაღრესად საინტერესო სივრცე მეტროს სახით, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ კარგი ესთეტიკური გამოცდილება და კარგი ინტელექტუალური განტვირთვა მოუწყონ საკუთარ თავს. კარლო კაჭარავა არის მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ქართველი შემოქმედი. ეს არის ქართული კულტურის, მისი შემოქმედება არის ქართული კულტურის ძალიან დიდი მონაპოვარი. ის როგორც პოეტი, როგორც მხატვარი, როგორც არტ-კრიტიკოსი ემსახურა ქართული კულტურის განვითარებას. მისმა პოეზიამ ახალი ხმა მოიტანა ქართულ კულტურაში, ქართულ პოეზიაში. მისი პოეზია ერთდროულად არის ინტელექტუალურიც, ემოციურიც, ფილოსოფიურიც და უაღრესად პირადი ტკივილებით აღსავსეც. მისი პოეზია ფიქრობს მკითხველთან ერთად. და ძალიან საინტერესოა, რომ კარლო კაჭარავას შემოქმედება არის
უამრავი ციტატებით ახსავსე, ის ციტირებს მრავალ კულტურას, როგორც სინქრონულ, ასევე დიაქრონულ ჭრილში. კარლო კაჭარავას პოეზიას აქვს უნარი, რომ იმ მცირე დროშიც კი, რომელიც ჭირდება მეტროთი მგზავრობას და იმ მცირე ტექსტებითაც კი, რომელიც მეტროშია გამოფენილი, მოახდინოს მკითხველზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება, ჩააფიქროს მკითხველი და მრავალგვარი ემოცია გაუჩინოს მას. თბილისის მეტრო, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი ქალაქის მეტრო, საოცრად ხმაურიანი, დინამიკური და ხალხმრავალი ადგილია. და უცნაურია, რომ ეს ადგილი იქცა არაჩვეულებრივ სივრცეთ იმისათვის, რომ მკითხველამდე ერთხელ კიდევ მივიტანოთ კარლო კაჭარავას პოეზია. ვინც იცნობდა მის პოეზიას, გავახსენოთ და ვინც არ იცნობდა, იმას გავაცნოთ. წარმოიდგინეთ, მგზავრი ჩადის მეტროში და სრულიად მოულოდნელად ის აღმოჩნდება კარლო კაჭარავას პოეტურ სამყაროში, სადაც ნახავს ამ მოკლე ტექსტებს, მოკლე მხატვრულ ტექსტებს, რომლებსაც აქვთ არაჩვეულებრივად დიდი ესთეტიკური ღირებულება, რომლებიც მოქმედებს მის ემოციაზე და რაც მთავარია, მგზავრი იმასაც გაიაზრებს, რომ ეს პოეზია მისთვის არის შექმნილი. ამ პოეზიაში არის ყველაფერი ის, რაც ამ მგზავს აწუხებს, რაც მას უხარია და გარდა ამისა, ეს მოკლე შეხვედრა მეტროში კარლო კაჭარავასთან აღმოჩნდება არაჩვეულებრივი პაუზა, ემოციურ-ინტელექტუალური პაუზა, ესთეტიკურ-ემოციური პაუზა, რომელიც მგზავრს აძლევს საშუალებას, რომ განიმუხტოს. და ასეთი პაუზები ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით დღეს, იმიტომ რომ დღევანდელი ცხოვრება არის ძალიან ბობოქარი და ემოციური. მეტროში 90-იანი წლების ავტორების გამოჩენა გარკვეულწილად გასაგები და ბუნებრივიც არის. იმიტომ რომ ეს თითქოს underground-დან ამოსვლის შემდეგ ისევ underground-ში ჩასვლა. ისევ იმ ადგილთან დაბრუნება, საიდანაც დაიწყო შემოქმედებითი პროცესი. იმ დემოკრატიულ სივრცეში. შემდეგ თითქოს ავტორი ელიტურიც ხდება ხოლმე. მაგრამ ამ ელიტურობის შემდეგ ყველაზე დიდი მოთხოვნილება ალბათ არის ის, რომ ისევ დემოკრატიული გახდეს, ისევ ხალხის ფართო მასებისთვის გახდეს გასაგები. ეს აღქმის ფორმები და დონეები მუდამ იცვლება. ის, რაც ჩვენ ცოტა ხნის წინ მხოლოდ ვიწრო წრისთვის და კრიტიკოსებისთვის და ასეთი კომპეტენტური ადამიანებისთვის გასაგები გვეგონა, ის რაღაც პერიოდის შემდეგ შეიძლება ძალიან მისაღები და გასაგები და ბუნებრივიც გახდეს ბევრისთვის, ძალიან ბევრისთვის. ალბათ აი ეს პროექტიც ამის ჩვენება არის, ძალისხმევა არის, რომ ის რაც ცოტა სხვანაირად დაიწყო და სხვა შემოქმედებითი ჯგუფისთვის იყო თითქოს განსაზღვრული და განწირული ვიწრო ფენებისთვის გაიშალოს. მაშინ ჩვენ რასაც ვაკეთებდით 90-იან წლებში, ეს ძალიან კარდინალური სამუშაო იყო საბჭოთა პერიოდის პოეზიის შემდეგ, როდესაც ტაბუები იმსხვრეოდა, როდესაც ახალი ფორმალისტური ძიებები დაიწყო და პრინციპულად ახალმა პოეზიამ, ქართულმა პოეზიამ დაიწყო შექმნა. ეს ეტაპობრივად ყოველთვის ასე ხდება, რაღაც ესეთი კარდინალური განახლებები.
როგორც მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო, 60-იან წლებში იყო, როდესაც ვერლიბრი შემოვიდა უკვე სხვა სახით და სრულყოფილი სახით და 90-იან წლებშიც ასეთივე კარდინალური განახლება იყო, თუ შეიძლება ასე ითქვას და საკმაოდ მრავალფეროვანი ძალიან ფორმალისტური ძიებებით დაწყებული და ძალიან სოციალური პოეზიით დამთავრებული. ჩემთვის მეტრო ძალიან მომხიბლავი იდეა, იმიტომ რომ მეტროზე მქონდა ლექსი, ასე ვთქვათ, გაკეთებული და თვითონ მეტროს იდეა ჩემთვის აი ესეთი მაშინალური სეგმენტირებული, რაღაც სტრუქტურალისტური მოდელი, რაღაც ტრანსპორტის, რომელიც გარკვეულ პერიოდებში ჩერდება, რაღაც იქ ჩანს თაღები ფრაგმენტულია, რაღაც ასეთი თავის სცენა გააჩნია, თავის რაღაც დინამიკა და ნუ ჩემთვის რაღაცნაირად ეს მეტრო იყო რაღაცნაირად შეიძლება ითქვას მეტაფორა იმ პერიოდის რაღაცას რაც ვაკეთებდი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პროექტმა ხელი შეუწყო ხელოვნების დემოკრატიზაციას. თანამედროვე ქართველი პოეტების შემოქმედებამ, რომლებიც მეტროს სივრცეშია გამოფენილი, ადამიანებს მისცა საშუალება, რომ ეს პოეზია მათთან მიეტანა. ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა ეს ნაწარმოებები და ეს არის რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პროექტმა მოახდინა მეტროს სივრცის ჰუმანიზაცია. მოგეხსენებათ, მეტრო ცოტა უცნაური ადგილია და უცებ მეტროში გაჩნდა პოეზია. უცებ მეტროში გაცოცხლდა პოეტური სიტყვა და გამოჩნდნენ ჩვენი საუკუნის საუკეთესო თანამედროვე ქართველი პოეტები. თანამედროვე ხელოვნება ყოველთვის უნდა აღწევდეს საზოგადოებრივ სივრცეებში. ევროპაში მე ბევრჯერ ვარ ნამყოფი და ამას მუდამ შეხვედრი ვარ. არაჩვეულებრივი ნახატებიც მინახავს მეტროებში. სხვადასხვა საზოგადოებრივ სივრცეებში ხელოვნება მუდამ შეჭრილია და ზემოქმედებს და საზოგადოებრივი სივრცეც იმისთვის არის, რომ კულტურული იყოს და თანამედროვე იყოს. დროს არ ჩამორჩებოდეს. მე ვისურვებდი, რომ ასეთი პროექტები უფრო ხშირი იყოს და უფრო მეტად ხედავდეთ ჩვენი ქალაქის ქუჩებში თუ მეტროებში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას იმას, რასაც ქართველი ხელოვანები ქმნიდნენ და ქმნიან და შექმნიან, რასაც აკეთებს თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდი და აკეთებს კარგად, პროფესიონალურად და ზუსტი მიგნებებით. ხელოვნების ფუნქციურობას განსაზღვრავს ის თუ რამდენად განსხვავებულია მის ირგვლივ მოსაზრებები. ამ პროექტის ირგვლივაც ძალიან განსხვავებული მოსაზრებების შემხვდა. ნაწილი ამას ხუმრობით ხედავდა, დასცინოდა, ზოგს მოსწონდა და ახალ ავტორებს აზიარებდა და ამბობდა, რომ მისთვის აღმოჩენა იყო რამდენიმე პოეტი. ამიტომ ეს ყველაფერი საერთო ჯამში ძალიან კარგია, იმიტომ რომ ხალხიც განსხვავებულია, საზოგადოებაც მრავალფეროვანია და რეაქცია შესაბამისი უნდა ჰქონდეს.